გამოვიდეს რაღაც. პირველ რიგში, რაზე მინდა ჩვენი ყურადღება გავამახვილო, რომ ესე იგი ჩვენ რამდენიც არ უნდა ვიკითხოთ თუ ვისაუბროთ თუ მოვისმინოთ ქრისტიანობის შესახებ, თუ ადამიანი საკუთარ თავს არ აკვირდება, საკუთარ სულიერ მდგომარეობას არ აკვირდება და შესაბამისად ესე იგი არ პოულობს იქ რაღაცა ისეთს, რაც არ შეეფერება ქრისტიანს და არ ცდილობს ამის გამოსწორებას, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ტყუილად ნაყავს წყალს ნაყავს, ესე იგი. ახლა წარმოედგინეთ, აი რა სფეროც არ უნდა ავიღოთ, დავუშვათ. თუ ადამიანი რაღაცას ხატავს, დავუშვათ ხატვარია, რაღაცას ხატავს და დახატა და თავის ნაშრომს არ შეხედავს და არ შეხედავს კრიტიკულად. ის განვითარდება, არ მგონია, რომ ის განვითარდეს. თუ ადამიანი დავუშვათ აი სპორტსმენი, თუ არა ვწები ამას წინათ უსმენდი ერთ-ერთი დიდი ფეხბურთელის რაღაცა ინტერვიუ იყო და ეკითხებოდნენ თუ უყურებდა თავის გოლებს და თავის რაღაცა საუკეთესო მომენტებს და ის პასუხობდა, რომ მე პირიქითო ჩემს შეცდომებს უყურებ ხოლმე. ანუ სადრა შეეშალა როგორ ანაირად და თუ კაც განვითარება უნდა, მართლაც ესე უნდა გააკეთოს. თუ იმაზე ფიქრობს ადამიანი, რომ გუშინ ვიღაცას რომ სიკეთე გაუკეთა, გუშინ წინაც რომ ვიღაცას დაეხმარა, მერე იქ ვიღაცას თბილისით გაუთხრა. თუ ამებზე ფიქრობს, მაშინ ის სავარაუდოდ ვერ განვითარდება. მაგრამ თუ ის იმაზე ფიქრობს, რომ გუშინ შეეძლო სადღაც სიკეთე გაეკეთებინა, ანუ იმის გვერდით, რომ სადღაც სიკეთე გააკეთა, შეიძლება ისიც იყოს, რომ სადღაც არ გააკეთა. და ამაზე უნდა ფიქრობდეს, ესე იგი. მიუხედავად იმისა, რომ ესე იგი სპორტსმენი იქნება თუ ხელოვანი იქნება, მის წარმატებებს აღნიშნავენ, იქ შეიძლება ბევრი წარუმატებლობა იყოს და იმ წარუმატებლობებს თუ ადამიანი სწორად შეხედავს და შეაფასებს, აი სწორედ იმის შედეგად მოდის ის წარმატებაც. სულიერ ცხოვრებაშიც ესეა. რატო ვამბობ ახლა, რატო გამიჩნდა სურვილი რომ ამაზე მეთქვა, რომ ზოგჯერ ადამიანი ახსარებაზე რომ მოდის, აი ფიქრობს, რომ არაფერი არ აქვს სათქმელი ახსარებაში. და ეგ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი თავის თავზე არ მუშაობს. ზოგჯერ ფიქრობს, აი რა უნდა თქვას ახსარებაში, არადო შეიძლება ერთი კვირა გავიდა, ერთი თვე გავიდა. ეგ ნამდვილად ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი თავის სულში არ იხედება. სხვაგვარად შეუძლებელია, რომ აი ერთი დღეც რო იყოს, როგორ ამბობს წმინდა წერილი, ერთი დღეც რო იყოს კაცის ცხოვრებაო, შეუძლებელია, რომ იმას ცოდვა არ ჩაიდინოს. აი შეუძლებელია ერთი დღე კაცმა ისე გაატაროს, რომ ცოდვა არ ჩაიდინოს, მაგრამ აქ საქმე იმაშია, რომ რას თulis ადამიანი ცოდვად. ამასთანავე აი ბავშვებს ეუბნები, ახალი აღთქმის წიგნი ვაჩვენე. ზოგი არ კითხულობს მაგას. და თუ არ წაიკითხა სახარება, ახალი აღთქმა არ წაიკითხა, ვერ ეცოდინება რა არის ცოდვა. მარტო ის მშრალად ჩამოწერილი ჩვენი ლოცვების წიგნში, ეგ არ არის საკმარისი. ეგ როგორც იტყვიან ხოლმე, გაჭირებისაა. რომ აი რაღაცა სულ არარაობას ჯობია რომ ის ჩაიკითხო თავიდან ბოლომდე და იმან მაინც გაგახსენა შენი ცოდვა. თუმცა ვინც სახარებას კითხულობს, სულაც არ ჭირდება. იმან იცის და უფრო შინაარსობრივად იცის რას ნიშნავს, ესე იგი და საკუთარ ცოდვებს არ ამართლებს. ერთი რომ ხედავს, მეორე არ ამართლებს და მეორე ცდილობს რომ შეცვალოს, გამოასწოროს და სინანული კონდეს ამის გამო. თუ არა, შეიძლება მართლა წლები დადიოდეს ადამიანი ტაძარში და აი არ ვითარდებოდეს. წინ არ მიდიოდეს. მარტო სიარული ხო არ არის, რა. ადამიანი უნდა
თავის სულიერ მდგომარეობას შემოქმედებითად უყურებდეს და ამაში მას დაეხმარება სწორედ სახარების კითხვა, დაეხმარება წმინდა მამათა ნაწერების შუქზე და მათი დახმარებით სახარების განხილვა, ესე იგი. ის კი არა რომ მე წავიკითხე და რაღაცა ეს ასე მეგონა რომ ეს ამას ნიშნავს. არამედ ისე როგორც ესა თუ ის წმინდა მამა განმარტავს და ადამიანი ბევრ რამეს იპოვის. თუმცა მოდი ჩვენი სიზარმაცე ვთქვათ, ესე იგი რომ წმინდა მამების განმარტებით კი არა შეიძლება ზოგიერთ ჩვენგანს რამდენიმე დღე სახარება არ წაუკითხია. არა და სხვა რაღაცეები მოასწრო ადამიანმა, მაგრამ როგორც ქრისტიანს მე ის სხვა რაღაცეები არ მზრდის. არა და კაცმა რო თქვას დრო ნამდვილად გვაქვს. ვერავინ ვერ იტყვის რომ დრო არ აქვს. აი ამის საკეთებლად ვერავინ ვერ იტყვის. იმიტომ რომ დრო მაშინ აქვს ადამიანს, როცა ამ დროს ეძებს რომ სადმე დრო გამონახოს, მაგრამ ჩვენ უნდა ვთქვათ რომ ჩვენ არა გვაქვს უფალო სურვილი. მონდომება არა გვაქვს. ჩვენი ნებელობა ძალიან სუსტია. აი თითქოს მოინდომებ რომ აიღო რაღაცა წაიკითხო და უცბად რაღაცა გამოჩნდება. აი ხო ყოფილა რომ რაღაცა გამოჩნდა. მაგრამ რაღაც რომ გამოჩნდა, ეხლა ნახეთ. კი, ის სათურია, მაგრამ მე ხო არჩევანის წინაშე დავდექი. ის რაღაც გამოჩნდა, მაგრამ მე თუ პრინციპული ვარ ვიტყვი რომ რაღა ეხლა გამოჩნდა, სახარება რო ავიღე ხელში. რატომ ანამდე არ გამოჩნდა? და ეგ სინამდვილეში ბრძოლაა რა შენი სახარების წიგნი დადო. და კაცი რო დაფიქრდეს იმ სახარების წიგნს იოლად დადებს, მაგრამ ხორციელ საქმეს იოლად ვერ გადადებს. გონია რომ ის უფრო მოსასწრებია რაღაცა საჩქაროა, მეგონება ხანძარია და რაღაც. გინდა ლოცვის წიგნი დაუშვათ. აი სახლიდან დაუშვათ, ადამიანი იოლად გამოვა ულოცველად, მაგრამ ის რაღაცა ხორციელი საქმე რო მიატოვოს, გადადოს, ისე შეიძლება ვერ გამომოვიდეს. არა და პირიქით უნდა იყოს, თუმცა ესე იგი სხვის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. აი მაგალითად სკოლის მოსწავლეა ბავშვი. განკვეთილების დაგვიანების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. ლოცვა არც სახარების კითხვა. არამედ ცოტა ადრე უნდა ადგეს, ცოტა ადრე რო ადგეს, ცოტა ადრეც უნდა დაიძინოს, უნდა მოიკლოს რაღაცეები, რაც უყვარს თავშად ცოტა ხანი გადადოს. იმიტომ უნდა დაწეს ადრე, რომ ადრე ადგომა შეძლოს. ადრე იმიტომ უნდა ადგეს, რომ ღვთის წინაშე წარდგომა და ლოცვა შეძლოს. აი როგორ იყო საქართველოში, რომ როცა მით უმეტეს აი ლეკიანობასთან დაკავშირებით მაქვს საკითხული, რომ კაცს არ ჰქონდა უფლება, რომ დაღლილიყო თავის ვენახში თუ ბოსტანში თუ არ ჰქონდა უფლება, იმიტომ რომ ბოლომდე თუ იქ დაიღლებოდა და სამშობლოს დაჭირდებოდა მისი თავი. ის უძლური იქნებოდა მთელ ღონეს თუ თავის ბაღში ჩაღვრიდა, აღარ დარჩებოდა ძალა მტერთან გამკლავებისა და აქაც ესეა. იმიტომ კი არ უნდა დაისვენო, რომ კოტრიალი გიყვარს. იმიტომ უნდა დაისვენო, დილით ადრე ადგილ და ილოცო. აი დაუშვათ მეორე დღეს არის წირო. ჯობია რომ წინა დღეს ცოტა ადრეც კი დაისვენო. რომ მეორე დღეს წირვაზე საღიგონებით იყო. გადადო რაღაცეები დაუშვათ. ძალიან კარგია რომ ცოტა ჭამისგანაც თავი შეიკავო. რაღაცა რომ დამძიმებული არ იყო მეორე დღეს. ახლა სად შუაღამისას რაღაცა შეჭამდა დილით ადრე ესეთი ფხიზელი გონებით ვერ ადგები. და სად თავშეკავებული რო ხო? ჩვენი ლექტორი გვეუბნებოდა ხოლმე მამა მაქსიმე რომ ესე იგი 6 ლუკმა სრულიად საკმარისია ადამიანისთვის რომ ის დანაყრდეს და კარგად იყოს. 6 ლუკმა. მაგრამ რამდენჯერ 6 კაცმა იცის. ნუ გააჩნია. 6ჯერ არა და ჩვენს გონებას გვიან გადაეცემა რომ თურმე ის დანაყრდა და მეტი არ ჭირდება. 20 წუთი? ხო და აი სიტყვაზე ვამბობ, აი რომ ცდარო ჩაატაროს ადამიანი. შეჭამოს ის რაღაცა მცირე, ადგეს და
კაი არ გამოიაროს, გავიდა 20 წუთი. მივხვდება რომ თუ აღარ დაამატებს, არაფერი არ მოვა. და ნორმალურად არის. მაგრამ იმ 20 წუთში რამდენჯერ 6 ლუკმა შეიძლება კიდე მოასწროს, სანამ ის ეთქვის რომ საკმარისია. თუმცა როგორც მინდა ივანე სინელი ამბობს, სტომაქი არასოდეს არ ეთქვის რომ საკმარისია. ისულეუბნება ჩამოყარე. ეხლა რამდენჯერ ყოფილა ის უფრაზე რომ მოხვედრილოთ დაბადების დღეა თუ ქორწილია. შენ იცი რომ მეტი აღარ გინდა, მაგრამ წმინდა ივანე სინელი ამბობს რომ საცდურიო თვალიდან შემოდის. იქ რაღაცას დაინახავ, იქ რაღაცა იმას ცოტას მოიტეხავ, ამას ცოტას იქ რაღაცა ლიმონადს დაისხავთო, იქ რაღაც ცოტა რამდენი ხანი ძიხარ იმდენად ემატება და ემატება, შენ აღარ გინდა, იცის შენმა სხეულმა რომ აღარ გინდა, მაგრამ აი თვალი ვერ შვება, თვალიდან შემოდის ეს საცდური. მაინც ცდები. ამიტომ ახლა ხო მარხვა იწყება. 16-ში იწყება მარხვა, ეს კვირა კი არის ხსნილი, 4 შაბათით და პარასკევით. და წმინდა მამათა მიერ მარხვის ზოგადი წესი არის ასეთი, რომ იქიდან იმის გათვალისწინებით, რომ ყველას ერთი რაოდენობის საკვები არ აკმაყოფილებს. ვიღაცა შეიძლება ნახევარი პური ყოფნის, ვიღაცა ერთ პურს რო ჭამს, კიდევ აკლია. განა იმიტომ რომ მაძღლისად ჭამა უყარს, არა, უბრალოდ ფიზიკურად მეტი ჭირდება ვიღაცას. ვიღაცას ნახევარი პურითაც ვერ შეჭამს, ხო? ვიღაცა შეიძლება ერთი ნაჭერი. საერთოდ ჩვენ ქართველები იმაზე მეტ პურს ჭამთ, ვიდრე უნდა ჭამდით. ყველაფერს პურს ვატან, ხო? ზოგადი წესი ასეთია. ჭამელმა მანამ უნდა დაანებოს ჭამას თავი, ვიდრე ჭამის სურვილი შენარჩუნებული აქვს. და ეგ არის, ესე იგი, მარხვა. აი ხა რო არის მაგალითად, აი ხო არის რომ ადამიანს წონის სიჭარბე რომ აწუხებს. რაღაცა ოპერაციას ხო იკეთებენ, კუჭი დაიპატარავ. როგორ? ხო. და ესე იგი, მე იძულებულია რომ ცოტა ჭამს. იმიტომ რომ იცის რომ თუ ბევრ შეჭამს, რაღაც შარში აღმოჩნდა. ეგ დაახლოებით ისეთი რაღაცაა ადამიანს რომ რაღაცის ყიდვა უნდა და რომ ნებისყოფა რომ არ ყოფნის, რომ ფული მოაგროვოს, მაგრამ აი ბანკში თუ აქვს ვალი და იქიდან აქვს გამოტანილი, იცის რომ იქ სხვა გზა არ არის. იქ უნდა შეიტანოს ის ცოტა და ის რომ თვითონ მოეგროვებინა, მაგას ვერ ახერხებს. აქაც ესეა. არანაირი კუჭის ოპერაცია არ დაჭირდებოდა ადამიანს, ისედაც იმდენი რო ეჭამა, რამდენსაც ოპერაციის შემდეგ ჭამს. და ეს ჯერ კიდევ მერვე საუკუნეში წმინდა ივანე სინელმა თქვა, რომ უფრო ადრე კი, რომ ესე იგი ადამიანიო, რომელიც ცოტას ჭამსო, ამითიო ნაწლავები ვიწროვდებაო, ანუ კუჭი პატარავდება ესე რო თქვა. და შევიწროებული ნაწლავები ბევრს ვეღარ იტევსო და ადამიანი ბუნებრივად მარხულობს. მაგრამ თუ ადამიანი ბევრს ჭამს, ამითი ნაწლავების იფართოებს და გაფართოებულ ნაწლავებს კიდევ უფრო მეტი უნდა. აი ფაქტიურად ამ ერთ წინადადებაში ჩაგვიტარა ოპერაცია, მაგრამ მაგას სჭირდება მოთმინება. აი ნებისყოფა არის აქ მთავარი. აი ნებისყოფა თუ ადამიანმა შეიძინა, იმას ეგ ოპერაცია აღარ დაჭირდება. ანუ აი რას ვამბობ? ვიღაცამ კუჭის ოპერაცია ხო გაიკეთა, მეორე არ გაიკეთოს და დაუჯდეს გვერდით და რამდენსაც ის შეჭამს, ამანაც იმდენი ჭამს. და ორჩა. ესეც ნანა დაემსგავსება იმას. და ეგ თუ არ მოხდა, მაშინ მოუწევს რომ მთელი ჩარევები და თუმცა ეს ნებისყოფა არის ხაზგასასმელი და ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ მერე ნანელა კიდე მიდრეკილებაც არის ერთი და მეორე კიდე ისევ იმდენი ჭამას თუ დაიწყებს და ისევ ეგრე შუაღამისას მაშინ თუმცა აქ მთავარია мотиваცია, რისთვის ჭამ ან რისთვის არ ჭამ. ძალიან მნიშვნელოვანია ეგ.
ღვთის წინაშე რომ სწორად აკეთო. შეიძლება ზოგჯერ ასეც ხდება, რომ ადამიანი გაუსაძლის დიეტას იცავს. მაგრამ რა უთხრა რომ არხვა შეინახე არ შეუძლია. აი мотиваცია ძალიან მნიშვნელოვანი. ის ხორცი ამ ხელა იქნება თუ ამ ხელა იქნება, რა მნიშვნელობა აქვს ღვთის წინაშე რომ წარდგება. იმას აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ აი პირველ რიგში ეს უნდა ჰქონდეს ადამიანს, რა არის უკეთესი ღვთის წინაშე. დანარჩენი იყოს ნება ღვთისა და უნდა გააკეთო ის. პასუხი არის, საკითხი არის ასეთი ბოდიში. ხელოვნურად განაყოფიერებული ბავშვის მონათლა თუ შეიძლება, მონათლა ყველა ბავშვისა შეიძლება. და რამდენი ნათლის ყოლის უფლება გვაქვს. ეხლა რომ წმინდა სინოდის განჩინება იყო, ასეთი რომ იყო ამ განჩინებაში და თავდაპირველად ვიტყვი რომ ჩვენთვის წმინდა სინოდის განჩინება არის კანონი, იმისი გადასვლა არ შეიძლება. ზოგჯერ არის რომ ადამიანი მოდის და ამბობს რომ დაუშვათ არ შეიძლება რომ სხვანაირად იყოს. ეხლა მაგალითად განჩინება ესეა, შეიძლება ნათლია იყოს ერთი და ორის შემთხვევაში ერთი უნდა იყოს მამაკაცი, ერთი დედაკაცი. თუ ნათლია ერთია, იგივე სქესის უნდა იყოს. თუ ორია, მაგ შემთხვევაში ერთი მამაკაცი, ერთი დედაკაცი, ეს პატარა ბავშვს იგულისხმობ, თორე დასრულე ხა სიტყვაზე ამბობ. ნიკოლოზის ხელა ადამიანი რო ინათლებოდეს, იქ ყველა შემთხვევაში მამაკაცი უნდა იყოს ნათლი. და ეს საიდან მოდის, ესე იგი. მე რამდენადაც გამიგონია ბიზანტიის იმპერიაში იყო ასეთი წესი. დაუშვათ თუ გარდაეცვლებოდა ბავშვს მშობლები. ეხლა თან ეს ბუნებრივი ამბავია, ხო იქ ბრძოლას რაღაცა ამ ბავშვზე პასუხისმგებლობას იღებდნენ ნათლიები. და მამაკაცი და დედაკაცი რატომ უნდა ყოფილიყო, ამას თავისი მნიშვნელობა აქვს, ხო? იმიტომ რომ ბავშვს სჭირდება მამის სითბო და სიყვარულიც და დედისაც. ამიტომ ბავშვისთვის რომ ეს ვიღაცა შეევსო, ამიტომაც უნდა ყოფილიყო ერთი მამაკაცი, ერთი დედაკაცი. აი ეს არის რაღაცნაირად შინაარსი ამის. და ეს ბოლო ცოტა მე იუმორად ვთვლი ახლა ამას ბოლოში რაც წერი. და აქედან თუ შეიძლება ერთი იყოს იტალიელი. იტალიელი კი არა, სადაურიც უნდა იქაური იყოს, თუ მართლმადიდებელია. თუ მართლმადიდებელია. თუ არ არის მართლმადიდებელი, არც ქართველი არ შეიძლება რომ იყოს. აქ ეროვნება არაფერ შუაში არ არის. ღვთის წინაშე ყველა ერთია. იქ არ არის ეროვნება. წმენით ყველა ერთიანდება და შეიძლება რომ ასე მოხდეს. მეტი შეკითხვა არ აქვს, ხო? არის პატრიარქის საშობაო ეპისტოლე ამასთან დაკავშირებით და ის სადაც ხდება ერთის შობის გამო მეორის სიკვდილი, იქ უკვე არასწორი. თუ ეს სიკვდილიანობა არ მოყვება, ეს სხვა საკითხია. მაგრამ იმისათვის რომ ერთი დაიბადოს, ზოგჯერ და უმეტეს შემთხვევაში აქ არის ის რომ სხვა განაყოფიერებული ხვეწუძრედი უნდა მოკვდეს. სადაც ცოდვას უკავშირდება, ის უკვე არ არის სწორი. არც სუროგაცია და არც აბორტი. იქ ამ ეპისტოლეში აი ამ სამ რაღაცაზე იყო გაკეთებული აქცენტი. ესე იგი სინჯარაში განაყოფიერებულ ბავშვებზე, სუროგაციაზე და აბორტზე. ამას თავის სულიერი მნიშვნელობა აქვს. კარგი, მოდი ახლა ერთი ისეთი შეკითხვა იყო, რომ სამრევლოს უკავშირდება და ამიტომ